როდესაც მე პირადად ველოდი, რომ სიღრმისეული განხილვა იქნებოდა განათლების რეფორმის, იმიტომ რომ იცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის განათლების მიმართულება და რეფორმა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს, რა თქმა უნდა, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ის გამოუშვეს საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ Eagle Hills-ის პროექტის რეკლამირება გაეწია და მას ეს გამოუვიდა ძალიან კარგად. მან ისაუბრა Eagle Hills-ის შესახებ, ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ. ძალიან ბევრი რამ მოვისმინეთ არაბული მხარის სარგებელზე და კონკრეტულად ამ კომპანიის სარგებელზე, თუმცა ძალიან ცოტა რამ ქართველი ხალხის სარგებელზე. და სწორედ ინვესტიციები არის მისასალმებელი, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ინვესტიციები უნდა იყოს ბოლომდე გამჭვირვალე, უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და რა თქმა უნდა, სარგებელი უნდა მოჰქონდეს ჩვენი ხალხისთვის. მაგრამ ჩვენს ეგრეთ წოდებულ მთავრობას და ოცნებას აქვთ დაკარგული დობის ფაქტორი, იმიტომ რომ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში კორუფციით გაჟღენთილი სახელმწიფო ვერტიკალი, რომელზეც თვალს ხუჭავდა ეს ძალა და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ტარს უკრავდნენ ბატონი კობახიძის სიტყვას, ზუსტად ასევე ისინი ტარს უკრავდნენ ბატონი ღარიბაშვილის სიტყვასაც, ისინი არავითარ კრიტიკულს კითხვებს არ სვავდნენ ბატონი ღარიბაშვილის მისამართით, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა სახელმწიფო უწყებებში, რა ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში, რა ხდებოდა ტენდერებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი საბოლოოდ მათ თვითონ აღიარეს იმ დაჭერების ფონზე, რაც ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში.